საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს გადააჭარბებს. 19 აგვისტო მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღე იქნება. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. სპეციალისტების რჩევები და უჩვეულო სიცხების გამომწვევი მიზეზები დღეს პატაშამუგია მოისმინა. პატარები მაღალი სიცხისგან გაგრილებას შადრევნების ქვეშ ცდილობენ. საქართველოს რიგ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს ცილდება. სინოპტიკოსები კი მომავალ დღეებში ტემპერატურის რეკორდულ მატებას ვარაუდობენ. თერმომეტრმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს დასავლეთ საქართველოში დააფიქსირა. ხვალიდან კი რეკორდულ ნიშნულს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ელოდებიან. უნალე ქვამინდები კვლავ გაგრძელდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. პიკს მიაღწევს ხვალისთვის 40 გრადუსს, ზოგან შეიძლება 40-ს გადააჭარბოს. შემდგომ დღეებში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გამონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად დასავლეთ საქართველოში ველოდებით ზოგან წვიმას. და მოხდება ტემპერატურების თანდათანობით შემცირება. უჩვეულო სიცხეების გამო მოსახლეობას რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის სამსახური აძლევს. სპეციალისტების განმარტებით აუცილებელია დიდი ოდენობით სითხის მიღება. ქუჩაში გასვლისას კი ქუდისა და მზის სათვალის ტარება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყება იმ დაავადებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მატარებელი ადამიანებისთვისაც მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან გულსისხლთა დაავადების მქონე პაციენტები, ენდოკრინული სისტემის დაავადების მქონე პაციენტები, ნერვული სისტემის დაავადების მქონე პაციენტები. მათ აუცილებლად თავიანთი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად მათ შეიძლება დაჭირდეთ მედიკამენტების დოზის და მედიკამენტების მიღების ჯერადობის ცვლილება. ეს მაღალი ტემპერატურა ისეთი პერიოდია, როდესაც წყურვილის გარეშე უნდა ვეცადოთ ძალიან დიდი რაოდენობით სითხე მივიღოთ. ტემპერატურის მატებას გლობალურ დათბობას უკავშირებენ სპეციალისტები. კლიმატის ცვლილებების საკითხებში ექსპერტები ამბობენ, რომ გლობალური ცვლილება ადგილობრივ კლიმატზე ზეგავლენას ახდენს, რაც შემდგომ ეკოსისტემაზე მოქმედებს. მათ შორის იზრდება მეწყლისა და მიწის ეროზიის საშიშროებები. შესაძლოა მოხდეს ზღვის ტემპერატურის მატება, რაც უკვე წყლის ბინადართა გარკვეული სახეობების განადგურებასაც იწვევს. მსგავსი შემთხვევა ბათუმში 2012 წელს დაფიქსირდა. რა ეფექტი აქვს აი ამ გლობალურ დათბობას? რა თქმა უნდა, იგი მნიშვნელოვნად ცვლის ადგილობრივ კლიმატურ პირობებს. დაუშვათ ისე როგორც ტემპერატურას, ასევე ნალექებს, ასევე ქარზე ახდენს ძალიან სერიოზულ გავლენას. განდაცვაზე საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს განსაკუთრებით გახშირდა ეს დიარეული დაავადებების აფეთქებები, იმიტომ რომ ტურიზმთან აქვს საქმე, როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია, გარდა იმისა, რომ წყალში ეს ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან. ტემპერატურის მატება საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე გაგრძელდება. შედარებით ნალექიანი ამინდები იქნება ზღვისპირა ზოლში. ბათუმსა და ქობულეთში მზეს ხვალწვიმიანი ამინდები ჩაენაცვლება.